4 ოქტომბერს ტარდება თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ გვიკავშირდებიან სხვადასხვა რაიონიდან, რომ ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიები უქმნის სერიოზულ პრობლემებს იმ ადამიანებს, ვისაც სურთ კანდიდატად რეგისტრაცია საინიციატივო ჯგუფების სახელით. ამიტომაც საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადები უკვე ამოიწურა. ამიტომაც ნებისმიერი ადამიანი, ვინც დარჩა რეგისტრაციის პროცესის მიღმა და მიიღო უარი საოლქო საარჩევნო კომისიებიდან, ჩვენ მიმართავთ მათ. დაგვიკავშირდით თავისუფალ საქართველოს აქ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე და ჩვენ წარგადგენთ თქვენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიხედვით თვითმმართველობის ორგანოს კანდიდატებად. თვითმმართველობის ორგანოები წესით ნორმალურ ქვეყანაში არ უნდა იყოს პოლიტიკური ორგანო, ამიტომაც ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს. თუ თქვენ გააქვთ ავტორიტეტი და რეიტინგი თქვენ საკუთარ უბანში, სოფელში, სადაც ცხოვრობთ და სადაც კენჭისყრას აპირებთ, ასეთ შემთხვევაში მიიღებთ ხარდაჭერას. თუ არ გაქვთ ასეთი ხარდაჭერა, ვერ მიიღებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი არ არის თქვენი პოლიტიკური საფუძველი. აგვისტოს ბოლომდე გამოაგზავნეთ პირადობის მოწმობები კიდევ ერთხელ ვამბობ აქ მითითებულ ელექტრონულ პოსტაზე და ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენი კანდიდატურის წარდგენას შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის ან მერობის კანდიდატად.